ქრონიკული სტრესის სინდრომი არ არის ქრონიკული ხშირი ნერვიულობა. ეს არის ქრონიკული კორტისოლის დეფიციტი. თქვენ წარმოიდგინეთ კორტისოლი, რომელსაც ებრძვიან და რომელსაც ერიდებიან, შიშის ჰორმონი, მარტივად რო ვთქვათ, რომელიც წლები 3 წელი ერთხელ თუ გამოიღო 3 წელი და ტანჯავს ადამიანს. წარმოიდგინეთ დღეში რამდენი შიში არის. ხო? და კორტისოლი რო დაგაკლდება, რა დონეზე არ უნდა პატივსცემდეს საკუთარ თავს, რომ საკუთარი თავი მიიყვანო კორტისოლის, ანუ შიშის ჰორმონის დეფიციტამდე. ეს ამ მდგომარეობა, როცა ადამიანი აი აქედან უნდა რაღაცა ქნას, უნდა რაღაცა გააკეთოს, მაგრამ არ აქვს კორტისოლი, რო ეს აენთოს, რო გადადგას რაღაც ნაბიჯი. მაგალითად, თაგვებს რო ტანჯავენ ლაბორატორიებში და აწამებენ დენით, ის თაგვები მე უბრალოდ წვევიან, აღარ გაურბიან დენს, დარტყმას, დენის დარტყმას. ისინი უბრალოდ წვევიან და დაარტყამენ დენს და ადგება. აი ესეთ მდგომარეობამდე ადამიანები თაგვების მდგომარეობამდე მიიყვანა სახელმწიფოს გაუაზრებელმა პოლიტიკამ კვებით უსაფრთხოებაში პირველ რიგში, იმიტომ რომ ყველაზე ხშირად კორტისოლის დეფიციტი ყალიბდება ქრონიკული, ფარული, ინფექციური დაავადებების შედეგად. გურულებზე და მაგაცოლებზე არ გავიხმარებთ, მერწმუნეთ, ვერც ერთი გურული ქალი ვერ დასტრესავს ესე ხშირად. ანუ კორტისოლის ესე ხშირად ამოფრქვევას ვერ მოახერხებს მერწმუნეთ, ისე როგორც ქრონიკული ინფექციური დაავადებები, რომელიც ფარულად პრაქტიკულად შეუმჩნევლად მიმდინარეობს და ადამიანი ვერც კი ამჩნევს და ისე აღმოჩნდება იქ, სადაც კორტისოლი აღარ ყოფნის. მარტივად რო ვთქვათ, ლენჩდება. ხო, საოცარი სიტყვა გამოლენჩება, მაგრამ სხვა სიტყვას ვერ პოულობ. იმიტომ რომ შეურაცხყოფაც კი აი ესეთ ადამიანებს ფორმალურად აღიქვამენ და ფორმალური პასუხია. გულით და გრძნობით შეურაცხყოფაზეც კი აღარ პასუხობენ. ეს იოლად იზომება DHEA ჰორმონი სისხლში რამდენია? ეს თუ მაღალია DHEA ჰორმონი, ესე იგი ადამიანი მიექანება ქრონიკული სტრესის სინდრომისკენ, ადამიანი მიექანება იმ სიტუაციისკენ, როცა მას გულით აღარ უნდა, გრძნობით აღარ უნდა და მხოლოდ აქედან თუ აიძულებს თავს რაღაცა გააკეთოს შვილისთვის, ოჯახისთვის, სამშობლოსთვის. სამწუხაროდ ესეთი პაციენტები ძალიან მომრავლდა ბოლო წლებია კორონას შემდეგ განსაკუთრებით, იმიტომ რომ კორონა დაემატა ამ არასწორ კვებას დაწყევლილი ბენდუქიძეს გარდაცვლილებზე სიმართლე უნდა ილაპარაკო. დაწყევლილი ბენდუქიძის მიერ მოსპობილი მაკონტროლებელი ორგანოები რა სჭამთ, რა სვავთ, რა სუნთქავთ. თქვენ თონაც ჩემზე უკეთ იცით, ალბათ მე აბას თუმანში ვარ. ხო და ამიტომაც სახელმწიფომ უნდა მიხედოს ერთის მხრივ საკვების უსაფრთხოებას და შემოიღოს საფრანგეთის მსგავსი მაინც რაღაც რეგულაციები, მაკონტროლებელი ორგანოები. კარგი იქნება თუ მღვდლები გააკონტროლებენ სოწყების ობიექტებს, რას აკეთებენ და როგორ აკეთებენ. ასევე და ამის გარდა კიდე უნდა შევეგუოთ იმას, რომ კორონავირუსმა შეცვალა ჩვენი ცხოვრება ისე, რომ მუდმივად ტრიალებს
ეს უცნაური ჯერ კიდე კი არა და ვიცი რამდენი თაობა კიდე იქნება ესეთი უცნაური ვირუსი. აი ეს ორი ფაქტორი. არასწორი კვება და კორონავირუსი. ეს ორი ფაქტორი გახდა იმის საფუძველი, რომ ქრონიკული სტრესის სინდრომმა უბრალოდ იფეთქა მთელ მსოფლიოში და ჩვენთან განსაკუთრებით, რადგან არანაირი რეგულაციები არ გვიცავენ იმისაგან, რომ რაც არ იჭმება, იყიდება ჩვეულებრივად მაღაზიებში და რამდენჯერაც შემომტანებს გავესაუბრე, პასუხი იყო ნაძირალას პასუხი. გაერკვიონ თვითონო კაცო, გააცნობიერონ, ხო აწერია იქ წვრილი ასოებით. ნაძირალები არიან, ჩვეულებრივი ნაძირალები. რა ვქნათ? ამიტომ უნდა მოვთხოვთ სახელმწიფოს, რომ სახელმწიფო მკაცრად გააკონტროლოს მინიმუმ საფრანგეთის დონეზე საკვების ხარისხი, რომ არ შემოგვაპარონ საჭმელის სახით შხამი. გვეყოფა კორონავირუსის ტრიალი, ისიც უკვე საკმარისია, რომ რამოდენიმეჯერ გაიზარდოს ქრონიკული სტრესის სინდრომის შემთხვევები და ახლა კიდე საკვების უდაემატება უკვე 10 ჯერ და მეტჯერ უკვე გაზრდილია ეს ქრონიკული სტრესის სინდრომი და მარტივად რო ვთქვათ, ლენჩობა როგორც დაავადება გავრცელებულია ძალიან საქართველოში ყველას ბოდიშ უხდი ამ არასასიამოვნო ტერმინისთვის, მაგრამ სხვანაირად ვერ აღიწერება აპატია. ფსიქიატრიაში არის ეგეთი ტერმინი. ის კიდე ცოტა სხვა არის. ხო და აი ეს რაღაცა უცნაური მდგომარეობა, როცა გულით არ გინდა რაღაცა შეცვალო უკეთესობისკენ და ეძებ ცუდს და აბა და უფრო ცუდი და რაღაცა ცუდი მითხარით და აბა რაღაცა ცუდი მოხდეს და რო უხარი ადამიანს. აი ეს არის ქრონიკული სტრესის სინდრომი, რომელიც ძალიან იშვიათი იყო და გაათმაგებულია შეიძლება მეტიც. იყავით ჯანმრთელები.